დღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. ჩვენს რეგიონში 4 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს, 4-ვე საგამოცდო ცენტრი აბსოლუტურად უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერით, რაც მნიშვნელოვანია გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებისთვის. ასევე მომზადებულია პერსონალი, რომლებიც აბიტურიენტებს შეუქმნიან შესაბამის გარემოს იმისთვის, რომ შვიდად იმუშაონ და თავიანთი ცოდნის რეალიზაცია მოახდინონ. მინდა აღვნიშნო, რომ დირიდან არის მოწესრიგებული 4-ვე საგამოცდო ცენტრთან მისასვლელი გზები. ახალგაზრდები ცხადდებიან დისციპლინირებად, სულ მალე დაიწყება პირველი საგამოცდო პროცესი. წარმატებები მინდა უსურვო ჩვენს აბიტურიენტებს, დარწმუნებული ვარ, მათი ცხოვრებისთვის დღევანდელი დღე იქნება დიდი წარმატების დასაწყისი. ასევე აღნიშნავ, რომ უკვე შემდგომში ეტაპობრივად შემოგვიერთებიან მასწავლებლები. დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტები გამოცდას აბარებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ჩვენ საგამოცდო ცენტრში დღეს ველოდებით პირველ სესიაზე 292 აბიტურიენტს. საგამოცდო ცენტრი მზად არის გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებისათვის. საგამოცდო ცენტრში არის 7 გარემო და ყველა აბიტურიენტს ექნება საშუალება წარმოაჩინოს თავიანთი ცოდნა და უნარები. ეს შრომა რაც ამ ერთ წელში უნდა გავიარეთ, უნდა დამტკიცდეს ახლა, რომ შრომა არ იკარგება. ეხლა შევდივარ ქართულის გამოცდაზე, მაგრამ რა თქმა უნდა დიდი იმედებით შევდივარ. კარგი განწყობა მაქვს, ცოტა აჟიტირებული ვარ, იმიტომ რომ მაინც პირველი გამოცდილებაა.